ცოტა შიში არის ბაზარზე. ნავთობის ფასი ზევით მიდის, იმიტომ რომ შეიძლება ამერიკაც ჩაერთოს ამ ომში და ეკონომიკა უფრო ნელდება, იმიტომ რომ უფრო ზვირდება ყველაფერის პროდაქშენი რეალურად და შესაბამისად რაღაცა შუაში ვართ გაჭედილები კრიპტო სამყაროში. ევროპაშიც კი მიხვდნენ რომ სტეიბლ კოინები კაი ამბავია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველიც მე მგონი ბანკი SocGen მიიღო გადაწყვეტილება რომ სტეიბლ კოინების მიმართულებით გავითარდეს. Mobitex-ი დაიჰაკა. ჰაკერების ჯგუფ რომელმაც 100 მილიონი მოიპარა და თან ეს 100 მილიონი დაწვეს. გამარჯობა, ეს არის თემო, მე ვარ გიორგი. ჩვენ კვირაში ერთხელ გაწოდებთ ინფორმაციას რა ხდება კრიპტო სამყაროში. თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესო არის, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე. დღევანდელი ჩვენი თემები არის რა ხდება ევროპაში, როგორი გავლენა აქვს ახალ ომს და კრიზისს რეგიონში კრიპტო ფასებზე, რა მოხდა სინგაპურში და ასევე რა მოხდა ირანის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბირჟაზე. დავიწყოთ პირველი თემით. რა თქმა უნდა, ომი არასოდეს არ არის სასიამოვნო ამბავი, პირველ რიგში ადამიანურ ლეველზე, მაგრამ ასევე სოფლიო ეკონომიკაზეც აქვს გავლენა, მათ შორის რა თქმა უნდა, კრიპტო სამყაროზეც. პირველი რაც ხდება, ხო, ცოტა შიში არის ბაზარზე, შეიძლება ესე ითქვას, ბიტკოინის ფასი და სხვა კრიპტოს ფასების შესაბამისად ცოტა დავარდნილი არის, ნავთობის ფასი ზევით მიდის, იმიტომ რომ შეიძლება ამერიკაც ჩაერთოს ამ ომში და ნავთობის ფასის და როგორც წესი იწვევს იმას რომ ეკონომიკა უფრო ნელდება, იმიტომ რომ უფრო ზვირდება ყველაფერის პროდაქშენი რეალურად და შესაბამისად რაღაცა შუაში ვართ გაჭედილები კრიპტო სამყაროშიც, ხო? კი. ანუ ყოველთვის, როდესაც არის რაღაც გაურკვეველი სიტუაცია, ხდება ის, რომ ხალხი სარისკო აქტივებს ყიდის და ცდილობს, რომ იყიდოს ისეთი აქტივი, რომელსაც ენდობა, მაგალითად, ოქრო, მაგალითად, ვერცხლი, მეტალები, კომოდიტიები, ასე შემდეგ. საინტერესო არის, რომ 2 თვეა დაახლოებით, რაც ეს რუბრიკა დავიწყეთ. ჯერ ხო, ტარიფების ომი გამოვიარეთ. ეხლა ნამდვილ ომს იმას ვქენით. ალბათ 1-2 თვეში ვისაუბრებთ, ხო, რა გავლენას ახდენს ვირტუალური ომი ბიტკოინის ფასზე. ვირტუალური ომი თუ დაიწყო, მე აღარ ჩავწერ ვიდეოებს შენი არის. რა, ნამდვილად. მოდის მოგიხდით წინასწარ, მაგრამ შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოიძიოთ. ნაკლებად საინტერესო იქნება კრიპტო ფასებზე გავლენა თუ და ვირტუალური ომი დაიწყო, ნამდვილად ხო, იმედია რომ ხო აქ ერთი ფაქტორიც დაემატა ამერიკამ ჯერ არ ამბობს, აპირებს თუ არა ჩაერთოს და ეს გაურკვევება კიდევ უფრო ღიად ტოვებს მაგ შანსს ტრამპი რომ ამბობს შეიძლება ჩავერთოთ, შეიძლება არ ჩავერთოთ და რა თქმა უნდა ეგეც ცუდად მოქმედებს, იმიტომ რომ ხო არ ვიცით ამერიკა რას გადაწყვიტავს. ეგ ერთი თემა. კაი, გადავიდეთ უფრო პოზიტიურ ამბებზე. ევროპაშიც კი მიხვდნენ რომ სტეიბლ კოინები კაი ამბავია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველიც მე მგონი ბანკი ევროპაში Societe Generale, SocGen მიიღო გადაწყვეტილება რომ კარგი აქცენტი. მადლობა. არ ვიცი საიდან მოდის, მაგრამ მადლობა. ფრანგულს ცუდად ვსწავლობდი სკოლაში სხვა შორის. ხო და მიიღო გადაწყვეტილება რომ სტეიბლ კოინების მიმართულებით გავითარდეს, ხო? კი. კი. და stable coin-ებს ისინი გამოიყენებენ იმაში, რომ სწრაფი ტრანზაქციები მოხდეს 24/7-ზე იყოს მთლიანი სისტემა ჩართული და ეს ძალიან ბევრ რაღაცას გაუმარტივებს Societe Generale-ის მომხმარებლებს და ზოგადად კარგია გლობალური კრიპტოს დანერგვისთვის. ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს stable coin-ებზე ლაპარაკს, იმიტომ რომ თავარი თემა კრიპტოში შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს არის. გუშინ წავიკითხე ერთი სტარტაპი არის, რომელიც 4 თვის წინ დაიწყო, გამოუშვეს white paper-ი და გუშინ აწეს $10 მილიონი. და პროდუქტი არ არსებობს ჯერ. White paper-ის და გუნდის დამსახურებით
10 მილიონი ინვესტიცია Coinbase-დან, იმიდან ძალიან დიდ კომპანიებიდან მიიღეს და მოკლედ ყველა ელოდება ამ გამარტივების გზებს და ყველა უკვე თან ხდება თითქმის ამერიკული ბანკებიდან ევროპული ბანკები კრიპტოკომპანიები რომ stable coin-ი იქნება ჩვენი მომავალი და ვეღარც მიხვდებით რომ კრიპტოში ხდება ეს ტრანზაქციები და ძალიან საინტერესო მოხდება რა. გასაღებია რა, რეალურად აღარ ექნება მნიშვნელობა ან გარიშზე რა გაქვთ დოლარი თუ USDT თუ ისე იგივე გაიხარჯება ხო? კი, და ხო, ისე ახარჯავ ვერც მიხვდები რეალურად რა დახარჯე და როგორ და რა გააგზავნე და როგორ და კარგი კურსები და ნუ მოკლედ მომავალი გადასარევად გამოიყურება ამ მიმართულებით. კაი, შემდეგი თემა არის უკვე სინგაპურის ამბავი, ხო? კი. ანუ სინგაპური ხა შეიძლება ჩვენთვის ნაკლებად რელევანტურია, მაგრამ ზოგადად ანუ ყველგან ხდება ის, რომ ხდება რეგულაციების ანუ ზოგ შემთხვევაში ანუ გარკვეული კუთხით გამარტივება, გარკვეული კუთხით გამკაცრება, რომ ანუ არც წვადი დაიწვას და არც შამპური. ხო. და ანუ ეს არის ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი, რადგან არაერთხელ ვნახეთ, რომ რაღაც რეგულაცია მაგალითად მალტაში უნდა ყოფილიყო ეს რაღაცა ძალიან crypto friendly და უნდა ანუ ახალი 64 უნდა გამხდარიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ რეგულაციამ გაართულა გაცილებით ანუ სხვადასხვა ასპექტები ვიდრე პირიქით. კი ბატონო. ასე რომ ხო, ნუ ამ შემთხვევაში სინგაპურში BitGet-ი და Bybit-ი არიან ასე ვთქვათ 30 ივნისამდე აქვთ მათ ვადა რომ მოერგონ ახალ ასე ვთქვათ წესებს. ლიცენზია რო აიღო ხო საერთოდ? ხო, აიღონ, კი. და ნუ თუ ისინი ამას მოახერხებენ, მაშინ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შესაძლებენ ოპერირებას. აქ აი პარალელი მინდა რომ გავავლოთ თან მაგალითად საქართველოში დღემისაწვდომი არის როგორც Bybit-ი, ესე BitGet-იც და ნებისმიერი ბირჟა და რეალურად ამ კომპანიებს არ აქვთ ქართული ლიცენზია, ხო? და ოპერირებენ საქართველოში ლიცენზიის გარეშე. და ვარც არსებობენ ქართული კომპანიები, ვასპები, ეგრეთ წოდებული, რომელიც უკვე 1 წელია ეროვნული ბანკის ქვეშ არიან და ჩვენ რეგულაციების ქვეშ ხვდებით, ხო? და აქ არის ძალიან დიდი პრობლემა ჩემი აზრით, იმიტომ რომ იმათ შეუძლიათ ბევრი პროდუქტი შესთავაზოთ, რომელიც მოხმარებელს, რომელიც ლიცენზიის ქვეშ არ არის. მაგრამ ჩვენ მაგას ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ შეიძლება დავჯარიმდეთ და ასე შემდეგ, თორე ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, მათ შორის ბიტნეტშიც და სხვა კომპანიებშიც, რომ ეს პროდუქტები შევთავაზოთ და ძალიან კარგი იქნება თუ მომავალში ისენიც მოხდებიან ლიცენზიის ქვეშ და თანაბარი პირობები იქნება და ქართულ კომპანიებსაც მიეცემათ შანსი, რომ ახალი პროდუქტები შემოიტანონ ბაზარზე და განვითარდნენ და უკეთესი გახადონ კრიპტოსამყარო საქართველოშიც. კი, ანუ ჩვენ შეგვიძლია, ანუ ქართულ მომხმარებელს შეუძლია სტეიკინგი, ოღონდ არ შეუძლია სტეიკინგი ქართულ exchange-ზე. ხო, რომელიც ლიცენზირებული კომპანია ეროვნული ბანკის ქვეშ და ეხლა რა ვიცი, აი ეს დაახლოებით ის არის რომ ბანკი რო შემოვიდეს საქართველოში და თქვა, всё, მე ხა ოპერირებ, ოღონდ ლიცენზია არ მაქვს და ეგ არის წარმოუდგენელი და კრიპტოსამყაროში რატო არ უნდა იყოს იგივე პირობა, არ ვიცი, მაგრამ კაი. ეგეც იქით იყოს. და დღეს მოკლე ვიდეო გამოგვდის, ერთი თემა არის კიდე ირანული exchange-ი, crypto exchange-ი, რომელიც სახელი დამოვიწყდა, გახსოვს? მეცა Nobitex-ი დაიჰაკა, ესეც არის ციფრული ომის ნაწილი, რაღაცა ისრაელთან დაახლოებულ ძალებმა დაჰაკეს. პროიზრაელის ჰაკერების ჯგუფი რაღაცა, რომელმაც 100 მილიონი მოიპარა და თან ეს 100 მილიონი, ანუ დაწვეს, ასე ვთქვათ, ნუ კრიპტოში დაწვა ქვია, ან სპეციალური საფულეები არის, სადაც ან ვაგზავნი და არავის არ აქვს წდომა და ნუ მოკეთ ის 100 მილიონი დაკარგულია. დამწვარად ხო. ითვლება. ხო, და ესე ირანე მოხმარებელს არარეგულირებულ ბირჟაზე სავარაუდოდ გაუქრათ 100 მილიონი დოლარი, რომელსაც ვერასოდეს ვერ დაიბრუნებენ, თუ არ ჩაერია თვითონ ბლოკჩეინი, ამ შემთხვევაში ტრონი, მაგრამ ეს ჩარევაც ძალიან ნეგატიურად შეიძლება აისახოს თვითონ ბლოკჩეინზე. ძალიან არა, ნუ პირდაპირ ანუ თლიან ფილოსოფიას წინამდე. ეწინააღმდეგო თუ გახსოვს Binance-ის ჰაკის დროს საუბარი ანუ იყო რომ შევკრათ მაინერების ანუ ყველაზე დიდი კომანდა და დავარევერტოთ ანუ ტრანზაქცია, მაგრამ ხალხმა ამაზე თუმცა Ethereum-ზე მომხდარა ეგ და მაინც ანუ Ethereum-ი მაინც განვითარდა მაგის მერე ფორკი რომ მოხდა ერთ-ერთი დიდი ამბავის მერე.
ხო, აქ კიდე ერთი თემა შემოვაგდებ, ბარემ ტრონზე თუ ლაპარაკობთ, ტრონი აპირებს IPO-ს გაკეთებას ამერიკაში. ოღონდ იცი როგორ აპირებს, როგორც სტრატეჯია აპირებს, ანუ ჰოლდინგ კომპანია იქნება, რომელიც იყიდის ტრონებს და მე ეგრე გავა ბიჟაზე, რომ მივად, ანუ ის გაიმეროს, რასაც აკეთებს სტრატეჯი, MicroStrategy რეალურად ბიტკოინებით. მე არ მგონია დიდი მოთხოვნა იყოს ტრონის კრონაზე, არც მე, მაგრამ ეს სტრატეჯის კონცეფცია როგორ აი მარტივი და გენიალური არის რაღაცაერად, რომ ანუ ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველასთვის გასაგები და თან, ნუ, ფაქტია რომ მუშაობს ჯერჯერობით. ჯერჯერობით მუშაობს, სანამ ბოლომდე აფეთქდება და მე უკვე ძალიან საინტერესო იქნება რა მოხდება სტრატეჯი, ან თუ აფექტა, ან სხვა რაღაცები არ აფეთქდა მანამდე პირდაპირ მნიშვნელობით. ეგეც კორელაციაში არის სტრატეჯის აფეთქებასთან, რომელსაც კიდევ $1 მილიარდი ბიტკოინი შეიძინა, ხო, ამ დღეებში. მოკლედ, მაიკლ სეილორი აგზელებს თავის გზას და არის უკვე ნიუსის აღარ არის, რომ $1 მილიარდი აღარ გეტყვით მაგას ბიტკოინს ყიდულობს. კარგი, ეგ იყო დღისთვის. მადლობა რომ გვიყურებთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე და თუ რამე საინტერესო კითხვები გაქვთ, მოგწერეთ და ვესწრებით შემდეგ გადაცემაში გიპასუხოთ. ნახვამდის.